სტუმრად გვყავს მღვდელი ნიკოლოზ როინიშვილი, დიდუბის ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის ღვთისმსახური. Როგორ ხდება თქვენთან ღვთისმსახურებაში? რამდენად იყენებთ ამ სხვადასხვა მიდგომებს, სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან? დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და კიდევ ერთი შანსისთვის, რომ ეკლესიას მიეცეს საშუალება გამოვიდეს იმ ასპარეზზე, სადაც იმ სივრცეში, სადაც ასე დომინირებს დეზინფორმაცია და ფსევდოფასეულობები და ეს დღევანდელი გადაცემაც იმედია მაგას მოემსახურება, რომ რაღაცნაირად ის სრულ წარმოდგენები სასულიერო პირებზე და ზოგადად ეკლესიაზე დაიხსნას რაღაცნაირად და ადამიანებს მიეცეთ ფიქრის საშუალება, რომ აჰა, აი მღვდლები და სულაც არ ზიან იმ განკითხვის ჩარჩოებში, რომელსაც მათ ჩვენ ვაქცევთ. ეხლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, თითოეული ადამიანი, რომელიც სასულიერო პირთან მოდის, სასულიერო პირს ახსოვს, რომ ის ღმერთთან მოდის და სასულიერო პირი არის ფრთხილი ამ შემთხვევაში და ცდილობს, რომ მოთმინებით აღიჭუროს. როგორც ბრძანებს, ყველას და ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება და მიდგომა როგორი? ჩვენ ღმერთი როგორ გვექცევა, გვისმენს. როდესაც ვლოცულობთ, ხო გვისმენს და სასულიერო პირიც ცდილობს, რომ პირველ რიგში მოусმინოს. იმიტომ რომ ბევრი რამე აქვს სათქმელი ხალხს. არიან ადამიანები ეკლესიის ისტორიას თუ გადავხედავთ, რომ ცნობილი და ესეთი ნაყოფიერი სასულიერო პირები გახდნენ და გმობით მივიდნენ აქამდე. ჯერ გაწამდნენ, ეშმაკი და ნახეს, პირდაპირ ეშმაკს შეეფეთნენ და მერე დააკეთეს დასკვნა, რომ თუ ეშმაკი არსებობს, ასე თავსატეხს მიჩენს, ესე იგი არსებობს ღმერთის და ამ უარყოფითი გზის, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოსულან ეკლესიაში და შესაბამისად, როდესაც ამ ისტორიებს ვეცნობთ ჩვენ საეკლესიო ისტორიას, წმინდანთა ცხოვრებას, ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად რახან ეკლესია ვიცით, რომ ცოცხალი ორგანიზმი არის, დღესაც სული წმინდა მოქმედებს ეკლესიაში, ჩვენ ვცდილობთ, რომ იგივე განმეორდება. დღესაც მოხდება ისე, რომ ვიღაცა მოვა სიხარული და სიყვარულით, ვიღაცა მოვა გმობითა და გინებით. წინასწარ კეთილგანწყობა რომ აქვს, მე მეძლევა მოთმინების უნდა რომ მოусმინო მას და ნელ-ნელა მერე რაღაცნაირად მივეხმარო, რომ დაიწყოს თავის სულიერი არქეოლოგია, ეს შემოაბრძალოს პირველი ფენამ ტროისა მეორე ფენა, ნელ-ნელა ის ღვთის ხატება, ესე იგი ამოიზარდოს მის სულში, რომელიც მერე ისე გამოანათებს, რომ შეიძლება, რა ვიცი, სხვასაც გაუნათოს გზა და მადლობა ღმერთს, რომ აი არსებობენ სასულიერო პირები, რომლებიც ზრუნავენ ამაზე. მადლობა.